ისევ შენშია პრობლემა, ისევ შენი ბრალია, ის რომ შენ ხარ ცუდი. თუ მეორე თავდაცვას იწყებ, აგრესია გერთვება. თუ მესამე, კიდე გარკვეულ რაშია პრობლემა. რატო არ არის კმაყოფილი შენით? გიჩნდება სურვილი ნახო, კომპრომისი, გაესაუბრო. აქედან რომელი ხარ შენ? შეგიძლია დაიმახსოვრო შენი პასუხი. რა თქმა უნდა, ჩემთვის არის მახსოვრებ ამას. შენთვის იმახსოვრებ. მეოთხე კითხვა. წარმოიდგინე, რომ შენი მეგობარი არის ცუდ ხასიათზე. რისი სურვილი გიჩნდება პირველი? შენ უნდა დაეხმარო სასწრაფოდ, თორემ მეგობრობა დამთავრდება თქვენი. თუ მეორე შესთავაზება მხარდაჭერას, მაგრამ არ თვლი, რომ მისი ემოციები 100%-ით შენი პასუხისმგებლობაა. ორივე პასუხი არის მისაღები, ორივე პასუხი არის ნორმალური. კარგი? უბრალოდ გააჩნია შენ როგორი ადამიანი ხარ. ამ მომენტში როგორ გრძნობ თავს. მეხუთე კითხვა თუ არ ვწდები. წარმოიდგინე ვიღაცას არ მოსწონხარ, ან ვიღაცებს, ანუ არიან ადამიანები, ვისაც არ მოსწონხარ. აი, დაიძახიან ხმამ ახლა. შენი რეაქცია როგორია? პირველი ფიქრობ, რომ რაღაც გჭირს. გინდა რომ შეცვალო შენი თავი, რომ მოეწონო. თუ მეორე, ხვდები, რომ ნორმალურია. კი, არ გსიამოვნებს, მაგრამ ხვდები, რომ ესა მისი აზრი, მისი ხედვა, შენი და ღებულობამ ყველაფერს. იმიტომ რომ იაზრებ, რომ ვერ მოეწონები ყველას. ორივე პასუხი არის ნორმალური. იმიტომ რომ ადამიანები ვართ. და სიმართლე რო გითხრათ, საკმაოდ ნორმალურია თუ გიჩნდება შფოთვა, თუ არ მოგწონს, თუ გინდა რომ გამოსწორდი. მაგრამ ხო ვიაზრებთ, რომ ამ გზას მაინც კარგისკენ არ მიყავხარ, იმიტომ რომ ამას თუ მოეწონები, მერე შეიძლება სხვას არ მოეწონო. ანუ ვერ იქნება ეგეთ რაღაცა, რომ ყველას მოეწონები. მეექვსე კითხვა. წარმოიდგინე რაღაც ადამიანს ვთხოვე, რომ აი ძალიან გთხოვა, შენი მხარდაჭერა მჭირდება, შეგიძლია ასე და ასე გაკეთო და არ გაკეთა, რაც შენ გინდოდა. როგორ გრძნობ თავს? პირველი ფიქრობ, რომ ბევრი მოსთხოვე და ისევ შენს თავს ადანაშაულებ. მეორე, აგრესია გაქვს. თუ მესამე, იაზრებ, რომ მას შეიძლება ჰქონდა თავისი მიზეზი, რატომაც არ გაკეთა ან ვერ გაკეთა. და არ ადანაშაულებ არც შენს თავს და არც მას. ანუ მოხდა ის, როგორც მოხდა. მეშვიდე ტესტი. მოდით ვნახოთ, გაუძლებს თუ არა შენი ფსიქიკა ბევრ ფულს. წარმოიდგინე, გაქვს ულიმიტო ფული. აი მოგცეს, აი გასლებენ ფულს. ძალიან ბევრს. შენი ემოციები. რას გრძნობ? პირველი, შფოთვა, შიში, საფრთხეს, რომ რაღაც დაგემართება. ძალიან ბევრი თანხა,
მეცხრე თუ სწორად მახსოვს მეცხრე კითხვა გავარკვიოთ შენი რეაქცია შენი ფიქრები კომპლიმენტზე წარმოიდგინე ადამიანმა გითხრა რომ აი რა ლამაზი თვალები გაქვს რა ლამაზი ხარ ან რა შეგაქო მოკლედ ადამიანმა შეგაქო შენი რეაქცია როგორია პირველი არ გჯერა დიდად ეჭვის თვალით უყურებ იმიტომ რომ შენ თავად ვერ ხედავ ამას არ აღიარებ მეორე
ეს ამბობს შენს ამჟამინდელ რესურსებზე ცხოვრებაში.